საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი 25 ივლისიდან პროექტს საზღვრებს მიღმა მასპინძლობს. პროექტის ფარგლებში დევნილი და ემიგრაციაში მყოფი 60-მდე მოზარდი აქტიურად ჩაერთვება ისეთი ტიპის ღონისძიებებში, რომლებიც ფოკუსირებულია მათ პიროვნულ განვითარებაზე. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თეატრალური, საგანმანათლებლო და რეკრეაციული აქტივობები. საზღვრებს მიღმა პროექტმა სტარტი 25 ივლისს აიღო და 30 ივლისის ჩათვლით სხვადასხვა ტიპის აქტივობებით გაგრძელდება. ღონისძიებები ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის და ამსტერდამის ჯვართამაღლების ტაძრის დაარსების 10 წლის იუბილეს ეძღვნება. პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მომსახურების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის ინიციატივით მიმდინარეობს. მინდა მადლობა მოუხადო საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზატორებს, ქალბატონ თიკას, მამა ადამს, აღნიშნული პროექტის ორგანიზებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი დიასპორის ახალგაზრდების ჩამოსვლა ამ პროექტში მონაწილეობა. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიიდან ახალგაზრდების ჩართულობა და ჩვენ ყველა მხრივ შევუწყობთ ხელს ამ ტიპის ინიციატივებს და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა დიასპორა და დევნილი ემიგრანტების მხარდაჭერა, რომლის ფარგლებში ჩვენ არაერთ ღონისძიებას ვახორციელებთ როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ 5 დღის განმავლობაში მიღებული ცოდნა და უნარები ძალიან დადებით გავლენას იქონიებს მათ პერსპექტივებზე მომავალში. ჩვენი პროექტი საზღვრებს მიღმა არის ის პროექტი, რომელიც აერთიანებს ემიგრაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოზარდებს, ასევე ჩვენი ცხინვალის რეგიონიდან და ასევე ისტორიული ჰერეთიდან. მასშტაბური პროექტია, სადაც არიან ჩართულები 30 ქვეყანამდე ემიგრანტები, რომლებიც ჩამოვიდნენ. გარდა იმისა, რომ ბავშვები უმეგობრდებიან ერთმანეთს, ისინი არ წყდებიან ფესვებს, არ წყდებიან ჩვენს ქართულ ლიტერატურას და იმ სამშობლოს ღირსშესანიშნაობებს, იმ კულტურას, რომელიც გვაერთიანებს. როგორც ემიგრანტი, საზღვარგარეთ ვცხოვრობ, მე ამსტერდამში, სინგაპურში დაბადებული და ამსტერდამში გაზიერი ჩემთვის არის ძალიან დიდი ბედნიერება. ჰელადოსის სპექტაკლია და მე ვარ როლი მაქვს ნოდა დუმბაძის რუბაბუ საქართველოს პოპულარიზაცია ხდება და ესე ახლოს ვართ ჩვენს კულტურასთან და ჩვენს სამშობლოსთან ერთად.